ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ქართული საზოგადოების ინტერესი პირველად ქართულ პრესაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა. გაზეთები აქტიურად მიმოიხილავდნენ ამერიკული ცხოვრების წესს. თუმცა ამერიკას საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. 1924 წელს ამერიკაში ცნობილი ქართველი მოღვაწე ვასილ დუმბაძე ჩავიდა და წითელი კავკასიის რესპუბლიკები გამოაქვეყნა, რომელმაც პარიზში მყოფი საქართველოს ლტოლვილი მთავრობის ყურადღება მიიქცია. ამ მთავრობას წარმომადგენელი ამერიკაში არ ყავდა, მაშინვე ვასილ დუმბაძეს დაავალა წარმომადგენელი ყოფილიყო ამერიკაში და გაეხმაურებინა ამერიკის საზოგადოებაში და გაეჟღერებინა საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ვასილ დუმბაძემ ძალიან ენერგიულად დაიწყო ამ მხრივ მუშაობა. 1926 და 29 წელს დუმბაძემ ორი ორგანიზაცია დააფუძნა. თემთა პალატაში და წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად შეიტანა ორმა დეპუტატმა ეს საკითხი. მაშინ ვერ გადაწყდა ეს საკითხი, მაგრამ 29 წელს როცა მეორე ორგანიზაცია შეიქმნა, ხელახლა შეიტანეს ეს საკითხი და უკვე ამერიკის მხრიდან წამოვიდა თანხმობა ამას და ვასილ დუმბაძე ოფიციალურად დაინიშნა საქართველოს წარმომადგენლად ამერიკაში. ამერიკის მიერ საქართველოს აქტიური დახმარება 1990-იანი წლებიდან დაიწყო. 92-93 წლებში განსაკუთრებული აქცენტი ჰუმანიტარულ და სოციალურ დახმარებაზე კეთდებოდა. შემდგომში უფრო პრიორიტეტული სამოქალაქო სექტორის განვითარება გახდა. ძალიან დიდი აქცენტი იყო სამთავრობო დახმარებაზე 2003 წლამდე. რევოლუციის შემდეგ ამერიკამ ამდაგვარი დამოკიდებულება შეიმუშავა, რომ არასამთავრობო სექტორი საკმაოდ განვითარდა და შესაძლოა მას დიდხანს დახმარება არ ესაჭიროებოდეს. მე მგონია, რომ ეს მაშინ შეცდომა იყო. მეტი აქცენტი გადავიდა სახელმწიფო სტრუქტურების განვითარებაზე, უშუალოდ სამთავრობო სტრუქტურების განვითარების დახმარებაზე. მოგვიანებით ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ბოლო წლებში ამერიკამ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კვლავ აქტიურად დაიწყო. როდესაც ამერიკის და ამერიკელების დახმარებაზე ვსაუბრობთ, ალბათ უნდა განვასხვაოთ ერთი მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტიდან, მეორე მხრივ ამერიკის განვითარების სააგენტო, ეგრეთ წოდებული USAID-დან წამოსული დახმარება, ასევე ბოლო ხანებში დაწყებული დიდი სახელმწიფო პროექტები, როგორიც არის თქვათ მილენიუმის გამოწვევა და კერძო ფონდები. ჩვენი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ამ შემთხვევაში კერძო ფონდების რიცხვს ეკუთვნის. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს 1995 წლიდან მოქმედებს და მისი მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მისი ძირითადი პრიორიტეტი ყოველთვის იყო სწორედ მედიის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და მისი აქტიურ მოთამაშედ ქცევა საზოგადოების განვითარების საქმეში და საერთოდ ტრანზიცია არადემოკრატიული და დახურული საზოგადოებიდან ღია საზოგადოებისკენ. რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შესახებ? სტუდიაში ხალხის აზრით დაინტერესდა და გამოკითხვა ჩაატარა. სტუდიაში რა თქმა უნდა ასეთი დამცველი როცა ყავს დიდი და ძლიერი. მორალურიც არის, შეიძლება ფიზიკური არა პირდაპირ დაცვა თქვა. სისტემა მორალური. აი რაღაცა სიტყვა, რაღაცა სათანადო დროს თქმული შეიძლება რაღაც მომენტებში გვიცავს, რა თქმა უნდა. და ვიმეგობროთ ყველა ქვეყანას, ამით უმეტეს დასავლეთიც. დაგრძელდეს, გამყარდეს და დადებითად ვარ განწყობილი. ვიცი რომ გრანტები შემოდის, დაფინანსება მიდის, ინვესტიციები შემოდის. უფრო განუახლოვდებით დაიძაბა ურთიერთობები იმის გამო, რომ ჩემი აზრით უკვე აღარ ვაინტერესებს ამერიკას. ახალი ნაბიჯები არანაირი არ იდგმევა საქართველოსთან დაახლოებით. რას გულისხმობ ბოლო ნაბიჯი, არაფერი ახალი ნაბიჯი წინსვლა, არაფერი განცხადება ისეთი სერიოზული საქართველოს მიმართ არ ყოფილა არც ერთ სამიწე და არც ერთ ისეთ საერთაშორისო შეხვედრებზე, ჩემს აზრით. ჩვენ ქართველები ვკარგავთ ჩვენ ნეობას და ჩვენ შინაგანი რაც გვაგვაჩნია და ამ საუკუნო ტრადიცია რაც გვაქვს, ხო? ამერიკასთან ურთიერთობის შედეგად ამას თანდათან ვკარგავთ. რას გულისხმობთ შეგიძლიათ კონკრეტულად? აი თუნდაც იმას გულისხმობთ, რომ თუნდაც მეზობელი რუსეთიდან ხატავთ ტრის ხატს და ამერიკა გამოყავს როგორც მშვიდობის მტრედი და ამერიკასაც ჰქონდა შესაბამები და რუსეთსაც, მაგრამ ერთი მხარეს
ცალმხრივ პოლარიზაცია პოლიტიკის განხრით ჩემი აზრით ძალიან მიუღებელი. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე პირადად ის რაც ხდება მაგალითად ავღანეთში რომ ჩვენი ჯარები მიდიან. ეს არის ყოველად მიუღებელი ჩემის აზრით. და ვითომ ამერიკას ვეხმარებით სინამდვილეში ჩვენი ხალხი იხოცება. მაჩნია ორივე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს და არც ერთი არ არის ჩვენთვის და რუსეთთან გქონდა ურთიერთობა ეს ნათესაური კავშირები გქონდა და არ მინდა ნამდვილად მათი დაკარგვა. რუსეთთან ურთიერთობა მირჩევნია. რასაც ვფიქრობ სახელმწიფო იმას ვფიქრობ მეც აუცილებელია, კარგია ამერიკის გარდა სხვა პატრონი საქართველოს დღეს არ ყავს. თუ არ გეყოლა ძლიერი მხარდამჭერი პარტნიორი, ისე რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს, როგორც გადაყლაპა 1801 წელს და 1921 წელს. მოგესალმებით, დღეს სტუდია რეგ თავაზობთ მორიგ დისკუსიას. დღეს ვისაუბრებთ იმ განწყობებზე, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს კიდევაც ან განსაკუთრებულად დაკვირვებული თვალი შეამჩნევდეს ჩვენს მედიაში, სოციალურ ქსელებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო ცალკეულ რიტორიკაში ანტიამერიკული განწყობები, რომელიც შეინიშნება ბოლო ხანებში. აქვს თუ არა რეალური საფუძველი ასეთ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, თუ აქვს რა ხიფათის შემცველია ის და თუ არა აქვს, მაშინ რატომ ტოვებს ასეთ ზედაპირულ შთაბეჭდილებას მაინც. ეს იქნება განჟა, რომლისთვისაც დღეს მოვიწვიეთ სტუდიაში მწერალი ზურაბ ქარუმიძე, ფილოსოფოსი გია ნოდია და პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და თავდაპირველად ყოველთვის, როდესაც ასეთ თემას ვარჩევთ, ხოლმე ჩვენი დისკუსიისთვის გვინდა თავისთავად შევამოწმოთ ჩვენი არჩეული თემა, რამდენად თქვენი აზრით, რამდენად იმსახურებს ყურადღებას და რამდენად შეიძლება რომ აი ეს პრობლემა განვიხილოთ როგორც პრობლემა. არის თუ არა ქართულ საზოგადოებაში დღეს ანტიამერიკული განწყობები? თქვენ დავიწყოთ. მოკლედ გეტყვით, რომ პრობლემა არის უდავოდ. და ეს განწყობები თავს იჩენს ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული ქვეყანა ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ვავიღოთ. მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო და ალბათ ვისაუბრეთ ჩვენ ამ მიზეზებზე, ეს პრობლემა დადგა და ეს ბოლო წლები დაახლოებით რა პერიოდია თქვენი? ბოლო წლები იქნება სადღაც დაახლოებით ბოლო 4 წელი, 5 წელი. ანუ პრაქტიკულად ომის შემდგომ პერიოდს. ომის წინაც რაღაც დონეზე და ომის შემდგომ პერიოდში უფრო ფართოდ. თქვენც მე გაშინეთ ბატონო ვაჟო, რომ ეს პრობლემა არის, ბატონო ზურა, პრაქტიკულად დაგვეთანხმდა, რომ ეს პრობლემა არის, რომელზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ. პრობლემა არის, მაგრამ არის მისი ცალკეული სიმპტომები, რომლებსაც მე დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. კერძოდ ეს დამოკიდებულება ცალკეული ჯგუფების თუ ცალკეული პოლიტიკური ძალების განწყობით გამოიხატება და სერიოზულ ცვლილებას საზოგადოებრივი აზრის, ჩემის აზრით არიწევს. აქედან გამომდინარე რაღაც ცალკე აღებულ სახიფათო საერთოეროვნული მასშტაბის ანტიამერიკულ განწყობაზე და პრობლემაზე საუბარი მე გადაჭარბებულად მიჩვენება. მაგრამ თუ ამ პოლიტიკურ პარტიებს, ამ საზოგადოებრივ ჯგუფებს ხომ აქვთ რაღაც გავლენა საკუთარ მოქალაქეებზე? არ მივიჩნევ, რომ ეს გავლენა არსებითად ცვლის ჩვენი ევროინტეგრაციული კურსის მიმართულებას და იმ ტენდენციას, რომელიც მიუხედავად ამა თუ იმ მთავრობის არსებობისა საქართველოში ხელისუფლების სათავეში ზეგავლენას მოახდენს პოლიტიკურ ვექტორზე და ჩვენი განვითარების მიმართულებას შეცვლის. ასეთ საფრთხეს მე სადღეისოდ ვერ ხედავ. არის საფრთხეები. მე არსებითად ვეთანხმები რაღაცნაირად ორივე გამოსვლებს, ანუ ეს არის ნამდვილად გასვავებული. ვიცი გასვავებული, ამიტომ შევეცდები ასე ვთქვათ კომბინაცია მოვახდინო. საინტერესო სასაუბრო თემა ნამდვილად არის. ვეთანხმები, რომ დაახლოებით ბოლო 4-5 წელია ის პერიოდი, როდესაც მეგობრად ტაბუ მოიხსნა, ასე ვთქვათ, ანტიამერიკანიზმის პოლიტიკური ანტიამერიკანიზმის გამოხატულებაზე.
მაგრამ რო ვთქვა რომ ეს ღრმა პრობლემაა, პირველი რიგის პრობლემაა და რაღაც პრინციპულად შეიცვალა საზოგადოების განწყობა. ამას ვერ ვიტყვი, რა პოლიტიკურ სპექტრში შეიცვალა რაღაცეები, რაღაც პოლიტიკური ჯგუფები გაჩნდა, რომლებიც ანტიამერიკანიზმით ხულის დაწერებას ცდილობენ. საზოგადოებაში გაჩნდა რაღაც სექტორებში განწყობები, მაგრამ ეს არ არის რაღაც შემაშფოთებელი ან მასშტაბური ცვლილება. და ამ მოსაზრებებს ამ ცალკეულ დამოკიდებულებას არ აქვს ტენდენციის სახე. არა, ტენდენციის სახე აქვს კი, ყველა რა თქმა უნდა ეს არ არის ერთეული. შეიძლება იყოს, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს ტენდენცია იქნება მზარდი ან კლებადი. რაღაც ზომით შეიძლება მზარდიც იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ყოველშვაში ნაადრევია იმ საუბარი რომ ეს რაღაც არსებით გარდატეხას შეიტანს საზოგადოების განწყობაში და კი რაღაც შეიძლება მზარდი იყოს კი რა თქმა უნდა სავსებით შესაძლებელია. თუ აი ესეთი დამოკიდებულება რაღაც გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს მოქალაქეებზე. უნებრივია მოქალაქეები აკეთებენ მერე არჩევანს, ხო? და მთელი 40 წლის მანძილზე სწორედაც ესეთი რაღაც შავ-თეთრი ფერია, ხო, ან ამერიკა, ან რუსეთი. ასე დგება საკითხი და შეიძლება ამან გარკვეულწილად იმოქმედოს მოქალაქეების არჩევანზე. სწორედ ამის გარკვეულად მინდა დღეს ჩვენ სადისკუსიო მაგიდაში რამდენად შეიძლება რომ არა ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ საზოგადოებამ იცვალოს თავისი დამოკიდებულებები მთლიანობაში. ხო, ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი, არ ამგონია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს განწყობები, რომლებიც დღეს ჩნდება საზოგადოებაში, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, დაუშვათ, არჩევნების თვალსაზრისით. არც ის მაწუხებს მე პირადად რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ანტიამერიკულ განცხადებებს აკეთებენ, იმიტომ როგორც ჩანს, მაინც ზოგადად სტრატეგიული კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს შეინარჩუნებს იმ კურსს, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამერიკა დარჩება მის უმთავრეს პარტნიორად, რა თქმა უნდა, და სტრატეგიულ პარტნიორად. ამის გარეშე ამ ქვეყანას გაურთულდება ამ სიტუაციაში ყოფნა, ცხადია დადგება პრობლემა და უკვე დგება ეს პრობლემა, როგორ დაბალანსდეს ეს ყველაფერი რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და როგორ უნდა მოხდეს ესე იგი რუსეთთან ურთიერთობის გარკვეული ჩასმა აი ამ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რაც შეეხება თვითონ საზოგადოებაში წარმოქმნილ აი ამ ანტიამერიკულ რაღაც სენტიმენტს, ეს შეიძლება პრინციპში დაალაგდეს იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოში მოგვარდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამას შეიძლება ფაქტიურად ის სოციალური პრობლემები, ის ეკონომიკური გაჭირვება, რომელიც აქვს მოქალაქეების დიდ ნაწილს და უმშევრობის ის მახასიათებელი, რომელსაც ყველა სოციოლოგიური კვლევისას ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრობლემად სახავენ ჩვენი მოქალაქეები, რაიმე კავშირში არის ამერიკასთან ურთიერთობისა? ესე იგი, მე მიმაჩნია თუ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ საიდან შეიძლება გაჩენილიყო ანტიამერიკული სენტიმენტი ქართულ საზოგადოების ნაწილში თუ მის ელიტაში, ეს უპირველეს ყოვლისა უკავშირდება იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში. როგორც კი დაიწყება რაღაც პოზიტიური სვლა ამ მიმართულებით, ვიმეორებ ეს ემოციები საერთოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საზოგადოება დაუშვათ ბევრ რამეში თავის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებში ადანაშაულებს ხელისუფლებას. ხელისუფლება ასოცირებულია ამერიკის ხარდაჭერასთან. ძალიან მარტივად რო ელაპარაკოთ. ვინაიდან ამერიკა ხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც ვერ აგვარებს მოსახლეობისათვის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, შესაბამისად ამერიკაც არის, ასე ვთქვათ, ნეგატიური და კრიტიკული განწყობის საგანი. აი ესეთ მარტივი სქემით შეიძლება ეს დავინახოთ. მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში ემყარება იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. თუ ეს პრობლემები დაალაგდა, მე მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ანტიამერიკული სენტიმენტები შეიძლება ძალიან ოპტიმისტურად ლაპარაკობ, მაგრამ ის რელიგიურ ნაციონალისტური სენტიმენტის და ტალღას, რომელიც ძალიან მომძლავრდა საქართველოში, ესეც გარკვეულ კლებაზე წავა. ძალიან ხშირადწვენია, რომ ეს მოლოდინები სწორედ მაგასთან იყო დაკავშირებული, რომ შეიცვლებოდა საქართველოში ბევრი რამ, იმიტომ რომ ამერიკა იყო ჩვენს გვერდით. 2008 წელსაც ომის დროს პირველი კითხვა იყო, რომ რას იზამს ამერიკა და მერე რატომ არ ქნა ამერიკამ არაფერი. იყო ეს გადაჭარბებული მოლოდინები ბატონო, თუ
თქვენს მიერ დასმულ პრობლემას რომ გავცეთ პასუხი, ჩვენ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ მას. რამ განაპირობა აი თვითონ ტერმინის გაჩენა ანტიამერიკული განწყობილებები, რომელიც გახდა თქვენი დღევანდელი შემოთავაზებული საუბრის თემა. რატომ გაჩნდა ეს არ იყო თქვათ იმავე 4-5 წლის წინ ასეთი თემა არ არსებობდა, ხო? მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სახის, რა ტიპის ურთიერთობები არსებობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. რამდენად იქცევა, ვთქვათ, ამ სუვერენული ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, როგორც პრეზიდენტი და აქვს თუ არა მას გარკვეული თვალსაზრისით გუბერნატორის ფუნქციები. ან არის თუ არა ეს არის ზოგადად საზოგადოების განწყობა თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს 100-ია? ეს მე ვამბობ რომ ამისი სერიოზული ნიშნები ჩვენს სინამდვილეში არსებობს. რამდენად აქვს გუბერნატორისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ვთქვათ, ამერიკის ელჩის საქმიანობა საქართველოში. როდესაც ეს ნიშან-თვისებები მოდის წინა პლანზე, ასეთ შემთხვევაში უკვე რაღაც საფუძველი ჩნდება ანტიამერიკული განწყობებისათვის, რომელიც სრულიად უცხოა ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის. აი მაგალითად ახლა ხანს ამ დღეებში გამოქვეყნდა ერთ-ერთი სოციოლოგიური ჯგუფის კვლევა, რომელშიც იყო ასეთი საკითხი ფორმულირებული, რომ აი რა ფაქტორი საშინაო და საგარეო მოახდენს გადამწყვეტ მნიშვნელობას საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ოქტომბერში. და აქ იყო ჩამოწერილი მთელი რიგი ფაქტორებისა. გამოკითხული თბილისელების 53%-მა მიიჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია იქნება გადამწყვეტი ჩვენი არჩევნების შედეგებისათვის. და მხოლოდ გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნება იქნება გადამწყვეტი არჩევნების შედეგების რეზულტატის დაფიქსირებისთვის. აქედან გამომდინარე, დავასრულებ ამას, ბატონო ზვიად, თქვენის ნებართვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ანტიამერიკული განწყობების, როგორც თქვენ ბრძანებთ და რასაც მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ასეთი განწყობები რეალური იყოს და სერიოზულ მოვლენას წარმოადგენდეს ჩვენ სინამდვილეში, ამ განწყობების ჩამოყალიბებას სერიოზულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ფაქტორად განაპირობებს ის, თუ როგორ ჩატარდება, რა კონტენტი ექნება არჩევნებს, რომელიც ჩვენ გველის, ჯერ საპარლამენტოს, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტოს. მაგრამ თავად ბრძანეთ, რომ თუ 53% გამოკითხული აუდიტორიის რაღაც კონკრეტულ სივრცეში ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულებაზე იქნება დამოკიდებულება განსაზღვრავს არჩევნები, ამდენად სამართლიანი იქნება. შედეგებს და მერე თუ ეს შედეგები არ გაამართლებს, მერე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ეს დამოკიდებულება ნეგატიური შეერთებული შტატების მიმართ. ბუნებრივია, იმიტომ რომ საქართველოს არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ის არ არის დამოკიდებული ტერიტორია. ასეთი ტერიტორიები შეერთებულ შტატებს აქვს რამდენიმე უამრავი, უფრო სწორად შეიძლება ითქვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვურთიერთობდეთ შეერთებულ შტატებთან, როგორც სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ერთეული, მათ შორის არჩევნების ორგანიზების თვალსაზრისით. და როდესაც ჩვენ თვითონ ქართული სოციოლოგიური კომპანიები კი არ გვეუბნებიან საზოგადოებრივი განწყობის თაობაზე, არამედ ამერიკული ორგანიზაციები, ისეთები როგორებიც არიან NDI, IRI, ატარებენ კვლევებს და ისინი გვეუბნებიან, როგორია ქართული საზოგადოების განწყობა, როდესაც აი თვითონ თქვენ მონაწილე იგონებენ ამ განწყობას ეს არა, იგონებენ თუ არ იგონებენ ეს სხვა საკითხია და სხვა საუბრის თემაა და როდესაც აი თქვენც მონაწილეობთ ძალიან სერიოზულ მოძრაობაში, ეს ჩვენ გეხება, ხო? საინტერესო ფენომენია ესა. და როდესაც ქართული არასამთავრობო სექტორი
შედგება არა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არამედ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ფაქტობრივად მე ასეთებად მივიჩნევ საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს იურისტთა ასოციაციას და ასე შემდეგ. ეს თქვენი დამოკიდებულებაა ბატონო. ეს ჩემი დამოკიდებულება არის, მაგრამ ამას არგუმენტებით შემიძლია ეს გავამყარო. ასეთ შემთხვევაში უკვე დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების, მოდით ვთქვათ ასე, ჩვენი ქართული დღევანდელი ელიტის რამდენადმე კრიტიკული და სკეპტიკური ხდება. ოღონდ, ჩემი აზრით, ანტიამერიკულ განწყობებამდე, მაინც ესეთ მასშტაბურ ანტიამერიკულ განწყობებამდე ჯერ კიდევ შორია. მართლა გუბერნიის შტაბის ცვლილებას ტოვებს, გუბერნატორის ფუნქციებს ითავსებს როგორც ბატონი. ეს არსებობს ერთ-ერთი არის ეს პარიტეტული ურთიერთობა ორი სახელმწიფოსი. ცხადია პარიტეტული სრულიად თანასწორი ვერ იქნება, იმიტომ რომ ერთი ძალიან ძლიერია, მეორე, მასთან შედარებით ბევრად უფრო სუსტია, de facto ასეთ ჩვენ უფრო გვჭირდება ამერიკა, ვიდრე ამერიკას ვჭირდებით ჩვენ, ასე რომ ამ რეალ პოლიტიკის პოზიციიდან რა თქმა უნდა ის თანასწორი ვერ იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ამერიკის რეალური გავლენა საქართველოს პოლიტიკაზე რომ აი რაღაც შეიძლება მან გადაწყვიტოს ვინ იქნება ჩვენი პრეზიდენტი მთავრობა, ეს არის მითოლოგიზებული, უნებრივია და ეს მითები არის ბევრ სუსტ ქვეყანაში, ლათინური ამერიკის თუ ახლო აღმოსავლეთის და შემდეგ და ჩვენთანაც ეს მითები რაღაცნაირად შემოდის, მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ალბათ ლოგიკურია და ბატონო ვაჟამას ამიმართულებით წაიყვანა საუბარი, რომ მიზეზებზე ვილაპარაკოთ, ხო? ან ანტიამერიკული განწყობების წარმოქმნის, ჯერთ ნამდვილად დავეთანხმებით ურას ეკონომიკურ და სოციალურ პირობებთან რამე კავშირი აქვს ამას პირდაპირ, იმიტომ რომ მაშინ 90-იან წლებში უნდა ყოფილიყო თლად ანტიამერიკული განწყობა, მაშინაც 90-იან წლების მეორე ნახევრიდანაც პრინციპში პროამერიკულ ქონდა ედვარდ შევარდნაძეს ასეთი ამერიკანისტური პრინციპში თლად ასეთი არა, მაგრამ ქონდა, პრინციპში ქონდა, როგორ არ ქონდა, ეს თქვა დეკლარირება, რომ ჩვენ ამერიკისკენა ვარ და ბეიკერის მეგობარი და ასე შემდეგ, ეს ამით ჩამოვიდა შევარდნაძე, ხო? ასე რომ ეს ამაში არის საქმე, ჯერ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ანტიამერიკანიზმი სამწუხაროდ ჩემი აზრით, მაგრამ რეალურად არის უნივერსალური ავადმყოფობა ყველა ქვეყნების უმრავლესობაშისთვის ეს არის ტიპიური დამახასიათებელი, ასე რომ ის რომ ჩვენში რაღაც დონით ანტიამერიკანიზმი გამოჩნდა, ეს ხდება ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ხდებით ნორმალური ჩვეულებრივი ქვეყანა. ახლა ანტიამერიკანიზმის ძირები არის ბევრი, სხვადასხვა, ერთი რომ ძირითადი არის ის, რომ ამერიკა არის ძლიერი, ყველაზე ძლიერი ქვეყანა, რომ ამერიკა არის გავლენიანი ქვეყანა და ძალიან ადვილია, ასე ვთქვათ, ამერიკას გადააბრალო, ვთქვათ, რაღაც რატომ არის ჩვენს ქვეყანაში რაღაცა ცუდად. თუ ვთქვათ, ოპოზიცია ვერ მოიგებს არჩევნებს ოქტომბერში, უფრო ადვილია გადააბრალო, რომ ამერიკის ბრალია არჩევნები რომ მან ვერ მოიგო, ვიდრე ის რომ რაღაც აი ეს ქვეყანა ვართ და თვითონ ოპოზიციას აქვს სუსტეები ან შეიძლება საზოგადოებას ან ხელისუფლებას, არა, უფრო მარტივია რომ თქვა რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან ბევრი საუბრობდა და ხა ფაქტიც იყო, რომ ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკეთებდა ოფიციალურ განცხადებას შედეგებზე, მანამდე მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანტიამერიკული განწყობები, აი ესეც მითოლოგიის ნაწილია, ხო? ასეთი რაღაც. ეს მითოლოგია როგორ არის? ეს არის ფაქტი, რომელიც მოხდა. რა მოხდა? რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა გამარჯვება მიხეილ არა, მიულოცა, როდესაც იყო უკვე წინასწარი შედეგები. მანამდე ეგრე რაღაცა იყო. ერთ-ერთი კონგრესმენის განცხადება იყო თუ გახსოვთ. რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ასეა. ბუნებრივია რომ ეს მითებია. ის რომ სააკაშვილი რაღაც ამერიკამ მოიყვანა და დაასვა და ვარდების რევოლუცია ამერიკის ჩაწყობილი საქმე იყო, ეს ყველაფერი ახლა მე როგორც რაღაც რამდენადაც მე ვარ ყოველთვის ჩახედული ამ საკითხებში, ეს არის სისულელე პრინციპში, მაგრამ ეს არის მომგებიანი სისულელე, რაღაც პოლიტიკური ძალებისთვის, სადაც ამის სპეკულირება შეუძლია. მაგრამ ჩვენთან რატო გაძლიერდა საკუთრივ ჩვენთან ეს კონკრეტულად ბოლო წლებში ამის მიზეზი რამდენიმეა. ერთის მხრივ ჩვენ გაიზარდა, ასე ვთქვათ, რაღაც კრიტიკულ მასას მიაჩნია დასავლეთში განათლებული და ახალგაზრდა ადამიანების რიცხვმა, ხოლო ანტიამერიკანებს ჩვეულებრივ სწავლობენ თვითონ ამერიკაში ან ევროპაში განსაკუთრებით. ევროპა არის
ახლო აღმოსავლეთთან ერთად ალბათ ცენტრი ანტიამერიკანიზმის, ასე რომ გერმანიაში თუ ისწავლი ანტიამერიკანისტი ხდები რაღაც ზომით, ხო? ეს ადამიანების რიცხვი გაიზარდა, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძე. ეს როგორც წესიასია, ბატონო. რა თქმა უნდა. ასე ბუნებრივია. მეორე, რომ რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა დეკლარირებული, ასე ვთქვათ, პროამერიკული კურსი, მაგრამ ყოველშვაში ეს ხელისუფლება უფრო ამერიკანიზებულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო რეალურად მან განახორციელა ცვლილებები და ამ ცვლილებები, რომელიც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცა არ მოსწონს, მაგრამ ამ ცვლილებების, ბევრი ადამიანისთვის მკვნეული ცვლილებების, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ასე რომ ეს ბუნებრივია, რომ ვისაც ეს ცვლილებები არ მოსწონს და ამ ტიპის, ასე ვთქვათ, ახალი ცხოვრება არ მოსწონს და ამ ცხოვრებაში მარგინალიზებულად გრძნობს თავს, ამას აბრალებს რაღაცნაირად ამერიკას, როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ანტიგლობალისტური მოძრაობა რაღაცნაირად ანტიამერიკანისტული მოძრაობა ამავდროულად მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ერთგვარად ტაბუ მოეხსნა პრორუსულობას ქართულ პოლიტიკაში და პრორუსულობა ავტომატურად ნიშნავს ანტიამერიკანიზმს, იმიტომ რომ აბა რა არის პრორუსულობა, ხო? და აქედან მოდის ის რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მაინც და მაინც ჯერჯერობით ვერ აკეთებს პოლიტიკურ კაპიტალს საქართველოში ვერ იძენს თავისი აშკარა პრორუსული ანუ ანტიამერიკული პოზიციით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ჩაითვალა ქართულ პოლიტიკურ ელიტის ნაწილში, რომ პრორუსული ანტიამერიკული პოზიცია ეს არის კარგი ბიზნესი თუ რაღაც ნიშა, რომლის დაკავება ღირს. შეიძლება ასე შევხედოთ პრობლემას, რომ აი ის ვინც გამოთქვამს ანტიამერიკულ განწყობებს საჯარო სივრცეში, მედიაში, პოლიტიკურ ტრიბუნებზე, ისინი აპრიორი არიან პრორუსულები. მე არ მithქვამს, მე ვთქვი, რომ ეს ერთ-ერთი უბრალოდ ჩავიკითხე. ბატონო, არა, მე რამდენიმე მიზეზი დაგისახელეთ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. რა თქმა უნდა, თუ ხარ ძალიან ლოგიკური რაღაც იმით კაფე ლოგიკური ფორმულებით რო ველაპარაკოთ, თუ ხარ ანტიპრორუსული, ესე იგი ავტომატურად ხარ ანტიამერიკული, მაგრამ პირიქით არ არის მართალი. თუ ხარ ანტიამერიკული, შეიძლება პრორუსულიც იყო ამავე დროს, იყო თქვა ანტიგლობალისტი, მემარცხენე რაღაც ცნობიერების მატარებელი, თანამედროვე მემარცხენეობა ავტომატურად ანტიამერიკულია, იმიტომ რომ ამერიკა არის გლობალურად დომინანტური ასე ვთქვათ, ძალა, კაპიტალიზმის ციტადელი, ვოლ-სტრიტი და ასე შემდეგ, იქ არის სოფლიო კაპიტალი ვოლ-სტრიტიდან მართავს ქვეყანას, ეს არის გლობალური, ასე ვთქვათ, საპროტესტო მემარცხენე აზროვნების ერთ-ერთი პოსტულატი და რამდენადაც ესეთი აზროვნებას განვითარდა საქართველოში და თუ ჩაიხედავ სოციალურ ქსელებში, თქვა, დაინახავ, რომ ეს მოტივი არის. ესეც წყარო ანტიამერიკანიზმის, მაგრამ ასეთი ადამიანები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პრორუსულები არიან, ცხადია. ხო, იმიტომ რომ იგივე შეერთებულ შტატებში იყო მოძრაობა. ჩვენ 99% ვარ და იგივე დაუშვათ ჯულიან ამერიკული მოვლენა იყო, ხო? ამერიკული მოვლენა, მაგრამ გარკვეულად შეიძლება ითქვას, რომ ისიც ამერიკული ანტიამერიკანიზმია, ასე ვთქვათ. მე მინდა დავაზუსტო უბრალოდ ჩემი ახსნა ანტიამერიკული ემოციების და სენტიმენტების რაღაც მოძალებისა, რომ დაუკავშირე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის ხელისუფლების არაადეკვატური, არასწორი პოლიტიკა. ეს არის საზოგადოების დაუშვათ დამოკიდებულება. ხო, ამისკენ. ამ ხელისუფლებას ხარს უჭერს წლების განმავლობაში ამერიკაში. ესაბამისად, ესე იგი ის ძალა, რომელიც ხელს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩემთვის მიუღებელ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, ასე ვთქვათ, ჩემთვის მიუღებელია. ამ ლოგიკით გეთახმებით, რომ მარტისკებას ვაკეთებ. თუ ადამიანი ამას თulis, რომ თავრობის ბრალია და თავრობის რეფორმების ბრალია. ამაზე ელაპარაკი. მაშინ ლოგიკურად. ამაზე ელაპარაკი. კიდე საკმაოდ ხოლო ძალიან ზედაპირულ ესთეტიკურ დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლება ამერიკულია თავისი, ასე ვთქვათ, არსით და ემით. მე გამიჭირდება ცოტა ამისი თქმა, იმიტომ რომ ჩვენს წარმოდგენაში ამერიკანიზმი ეს არის დიალოგურობის, ესე იგი, საზოგადოებასთან გარკვეული უფრო აღარი შვალდებულების გახსნილობის გამოხატულება, უფრო მოქნილობის გამოხატულება. ამერიკანიზმი ეს არის უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ზრუნვა მოსახლეობაზე,
იმისათვის რომ ინდივიდმა მოახდინოს თავის რეალიზაცია და გამოხატულება და შემოქმედებითი რეალიზაცია ჩვენი ხელისუფლება ძალიან დაშორდა ამას შეიძლება დასაწყისი ეს ყველაფერი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ მაგრამ ის დაშორდა ამას ყველაფერს გარკვეული დისტანცირება მოხდა ესე იგი მოსახლეობასთან და ფაქტიურად ჩვენ მივედით ისეთ ერთპარტიულ რაღაც სისტემამდე რომელიც ამერიკაში кайხანი არ არის. ანუ მხოლოდ რიტორიკა დარჩა რომ ეს ესთეტიკურ დონეზე სადღაც ზედაპირულ დონეზე ესთეტიკურ ფართო გაგებით და არა სახელმწიფო გაგებით კი ეს დარჩა რიტორიკის დონეზე. მე მაინც ვფიქრობ თუნებას მომცემთ გამოთქვამ ჩემს აზრს რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ თემაზე საუბრისას ინტელექტუალური პრიზმას ჯობია გახსნილი საუბარი და ამ თვალთახედვით ასეთი რამე. ანუ საკმაოდ გახსნილად საუბრობ და დახურული. არა, დახურული არავინ არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო აი ესეთი ძალიან მაღალი დონის ანალიზი შესაძლოა ჩვენი ტელეაუდიტორიისთვის ცოტა ბუნდოვანი იყოს. ამიტომ მე მარტივად ვიტყვი ერთ რამეს, რომ ხშირად ანტიამერიკულ განწყობებს ამა თუ იმ საზოგადოებაში აყალიბებს ხელისუფლება მოცემული ქვეყნის. მე ეს უნდა მას თუ არ უნდა თუ შეგნებით? მას თუ არ უნდა. უნდა მას თუ არ უნდა, შეიძლება არ უნდა. იმიტომ რომ მე ნაკლებად მეგულება უფრო პროამერიკული ხელისუფალი ვიდრე ეგვიპტის მმართველი ყოფილი მუბარაკი ან ალი აბდალა სალეხი იემენის მმართველი. ისინი იყვნენ პირწმინდად პროდასავლური პროამერიკული ტიპის ლიდერები, თქვენ გახსოვთ ჩრდილოეთი იემენი, სამხრეთი იემენი დამოკიდებული მოსკოვზე, შემდეგ ამისი გაერთიანება და სტაბილური რეჟიმი, რომელსაც სალეხი ჩაუდგა სათავეში. მაგრამ აი ამ ხელისუფლებამ თავისი ესე ვთქვათ ყასბური პროამერიკანიზმით შედენარა ფუნდამენტალიზმი ხალხის წიაღში იქ ისეთი ქარიშხალი მოიმკა და გამოიწვია რომ დღეს უკვე ეს საზოგადოებები ეგვიპტე და იემენი კონკრეტულ შემთხვევაში არიან ანტიამერიკული განწყობების ციტადელი და იქ არის სერიოზული საფრთხე ალ-ქაიდას მოსვლის ხელისუფლებაში და ეხლა მიმდინარეობს რაღაც ძალიან ისეთი დაძაბული ომები, ბრძოლები ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე როდესაც ჩვენ საუბრობთ ანტიამერიკანიზმზე და ანტიამერიკულ განწყობებზე, რომლებიც ისევე იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როგორც არის და როგორც ბატონმა ზურაბმა ბრძანა მომატებული, ასე ვთქვათ, ტემპერატურით ბოლო 5 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ამ ორი ხელისუფალის და ამ ორი მმართველი ძალის საქმიანობით და თუ ეს საქმიანობა ისევე გაგრძელდა როგორც დღეს მიმდინარეობს ჩვენ სინამდვილეშიც ანტიამერიკული განწყობილებები იქნება სერიოზული მიმართულება და სერიოზული ნაკადი და ამის ნიშნებს სამწუხაროდ ჩვენ დღეს ვხედავთ. აი რატო შეიძლება აჩენდეს ამას დაუშვათ იგივე სააკაშვილის ხელისუფლება ან გამოიჩინეს დაახლოებით 4-5 წლის წინ? ამერიკის შეერთებული შეტანილი მის ინტერესებში ქართული სინამდვილის ურთიერთობას არა აქვს 1, 2 და 10 წლის ისტორია. თავი რომ დავანებოთ ურთიერთობას დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, როცა დაიწყო შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გარკვეული კონტაქტები, რომლის თაობაზეც პროფესორ მაცაბერიძეს აქვს შესანიშნავი წიგნი მალხაზ მაცაბერიძეს გამოცემა, გამოკვლევა, ეს დამოკიდებულება, როგორც კი თქვათ, საქართველოში დისიდენტური მოძრაობა მომძლავრდა, წამსვე შეერთებულმა შტატებმა გასწია სერიოზული დახმარება ამ დისიდენტური მოძრაობისათვის, ის ყოველთვის მხარში ედგა ქართულ დისიდენტებს და ყველა შესაძლებელი საშუალებით მხარს უჭერდა მათ. ამის შემდეგ მოვიდა რადიკალი ნაციონალები ეს დისიდენტები, მაგრამ რადიკალური ნაციონალური ფრთის სახით მოვიდნენ ხელისუფლებაში და გახსოვთ თქვენ ჯორჯ ბუშ უფროსის განცხადება, რომ გამსახურდია დინების საწინააღმდეგო მიცურავს და ეს ნაკადი, ეს მიმართულება, ის პოზიტივი დამოკიდებულებისა დისიდენტურ მოძრაობასთან დამთავრდა და დაიწყო სულ სხვა დამოკიდებულება, სულ სხვა განწყობა. შემდეგ თქვენ გახსოვთ, როდესაც შევარდნაძე გადააყენეს
თუ გადადგა, როგორც გნებავთ ისე დავარქვათ ამ მოვლენას 2003 წელს, მან უკვე ჯორჯ ბუშ უმცროსისგან მიიღო წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ შევარდნაძესთან თანამშრომლობთ 3 წელია, ნათქვამია იმ წერილში და 3 წელი ეს 70-იანი წლების დასაწყისს ემთხვევა, როდესაც საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელი გახდა შევარდნაძე. აი ამ პერიოდიდან მოდის ეს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები, იმიტომ რომ ამერიკელები ყოველთვის ძალიან დიდი ხნით ადრე თვლიან ამა თუ იმ გეოპოლიტიკური სივრცის საკვანძო ელემენტებს და იწყებენ უკვე იქ იმ მიმართულებით. მაგრამ აი რო გავიხსენდე ბოლო პერიოდი თუნდაც ის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთი მხრივ საქართველოში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი, რაც პრინციპში ისტორიული იყო, იმიტომ რომ საქართველოში ასეთი სახელმწიფოს მეთაური მანამდე არ ჩამოყალიბდა. მაგრამ ამას დაუშვათ ხელისუფლებამ დაუპირისპირა და პარალელურად ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ თბილისში გააჩინა ჯორჯ ბუშის ქუჩა, რომელიც მერე გახდა კილიკის საგანი მედიაში, ყოფაში, უბრალოდ ანეკდოტებს ხვდებოდნენ ხო ამ თემაზე უკვე. რეიგანის ძეგლი, კი ბატონო. აი ეს რა ქმედება, ეს ის არის ბატონო გიარასაც ბატონი ვაჟაბზანებდა ხო, რომ ხელისუფლება აჩენს ანტიამერიკანიზმს აი ესეთი ნაბიჯებით, თუ ეს მხოლოდ არის ფასადური და რეალური ანტიამერიკანიზმული დამოკიდებულება ხელისუფლების სხვა ქმედებებში ჩანს. ნუ ჯერთი ზურას გამოეხმაურები შეიძლება ვიდავოთ ასე ვთქვათ, რამდენად ღრმა არის ან ზედაპირული ასე ვთქვათ, ქართული რეფორმების ასე ვთქვათ, ამერიკულობა ან ევროპულობა, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. მე ვთვლი რომ ნუ რაღაც ზომით მაინც უფრო მეტად ამერიკული ეს ვიდრე წმინდა ესთეტიკური ზედაპირული, მაგრამ თუნდაც ზურა აბსოლუტურად მართალი იყოს და ამაში დავეთანხმო, მაინც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები, ცვლილებები, რომლებიც ძალიან მტკივნეული იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ამ რეფორმების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ აი ჩვენ ვემსგავსებით დასავლეთს. ხო, რაღაც დასავლური ტიპის სახელმწიფო ხდებით და ამას ჭირდება ეს მტკივნეული რეფორმები. ასე რომ საზოგადოების რეაქცია, რომელიც არ არის ნამყოფი მაინც და მაინც ამერიკაში, ბუნებრივია რომ და ამაში დასავლური რეფორმების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ყოველთვის ადამიანი იყო, ხო? კი ბატონო, აქაც ყველგან ადამიანია ეს ამაზე ეს რომლის სოციალური მდგომარეობა არ უნდა, რომლის სოციალური მდგომარეობაზე არ უნდა გადაიაროს ხო რეფორმები? ეს ამაზე შეიძლება ვიდავოთ როგორც თქვით, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ საზოგადოების აღქმა, ვინც თulis რომ ეს რეფორმები ცუდია, მაგრამ როდესაც ეს რეფორმები არის, ასე ვთქვათ, ამერიკის თუ ევროპის შთაგონებული, ის აბრალებს ამას, ის ბრალს ამარტო სახელმწიფო ხელისუფლებას კი არ აკუთვნებს, არამედ იმ მხარდამჭერებსაც. გარდა ამისა, ნუ საქართველოში არის ეს ცნობიერება, რომელიც აი 43% ცნობიერებაა, რომ ახლა მაინც ვერ ვიჯერებთ, რომ ჩვენ მართლა საზოგადოება ვართ, მართლა რაღაც სახელმწიფო ვართ, თუ რუსეთის გუბერნია ვიყავით ადრე, ახლა მართლა სახელმწიფო ხო ვერ ვიქნებით, ვიღაცის გუბერნია ვართ ალბათ. ანუ შეთქმულების თეორიები გვიყვარს. ასე რომ მით უმეტეს და ეს მარტო ჩვენი თავისებურება არ არის, ბევრი ასეთი სუსტი ქვეყნის და სუსტი საზოგადოების სინდრომია, ეს შეთქმულების თეორიების სიყვარული. ამიტომ ასე ვთქვათ, ხელს გვაძლევს და ბუნებრივია და ადვილია იმის დაჯერება, რომ აი ჩვენთან რო ეს ხელისუფლებაა, ეს ამერიკის ბრალია. ამიტომ ამ აზრით ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიცაც ხარს უჭერს ამერიკა, აჩენს ანტიამერიკულ განწყობებს, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება აკეთებს რაღაც ისეთ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აღოსწევს და იმ მაგალითებს, რომელიც ბატონო ვაჟა მოიტანაუშოთ ეგვიპტის. რაღაც ზომით კი, მაგრამ ჩემი აზრით აქ არის პრინციპული განსხვავება ეგვიპტისგან და ასე შემდეგ, შემდეგ რაც ქვია, მაღრიბის ქვეყნების და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ. ამ ქვეყნებისადმი, ნუ სხვადასხვა პრეზიდენტს, სხვა ადმინისტრაციის, სხვა დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ამერიკაშიც და ევროპაში განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად ითვლებოდა, რომ აი ასეთი ხელისუფლებების ავტორიტარული, მაგრამ სეკულარული და მოდერნისტული, ასე ვთქვათ, ხელისუფლებების ალტერნატივა არის ისლამური ფუნდამენტალიზმი. ამიტომ, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ხარდაჭერა ამ ქვეყნებში არის ცოტა სახიფათო, იმიტომ რომ მოვლენ ფუნდამენტალისტები. ეს არ იყო თანმიმდევრული, ამერიკა სხვასთან შედარებით ნაკლებად იყო ასეთი. აი ევროპელები უფრო თანმიმდევრულად ახორციელებდნენ სწორედ ასეთ მიდგომას და ბუნებრივია რომ ამ ნუ არაბული გაზაფხულის პერიოდში ეს ასე ვთქვათ დამოკიდებულება მუბარაკის მიმართ გარკვეულ ანტიამერიკანებში გადაიზარდა. საქართველოში
აი იმ ელჩის ქმედება, რომელსაც შეიძლება ვიღაცამ გუბერნატორს შეადაროს, განსაკუთრებით ბოლო ხანებში არის ძალიან კაფეო მხარდაჭერა დემოკრატიის, ასე ვთქვათ, საქართველოში სამწუხაროდ ქვეყანაში, სადაც ვერ ჩამოყალიბდა 20 წელია ოპოზიცია, რომელიც რეალურად გააწონასწორებს ხელისუფლებას, ვერ ჩამოყალიბდა ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება სოციალური ძალის სახით და არა ცალკეული არასამთავრობოების სახით, პრაქტიკულად ხელისუფლებას აწონასწორებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა და დემოკრატიული ძალების და ხშირად ოპოზიციის იმედი არის ეს ამერიკის ელჩი. ასე რომ, სწორედ დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოება არა მარტო ხელისუფლება, არამედ ასე ვთქვათ, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რეალურად დემოკრატიაში ხედავს, დემოკრატიის ღირებულებებისას სწავს, ის ამერიკაში ხედავს იმედს და ამერიკის ელჩი ხედავს იმედს, რომ აი ამერიკის ელჩი დაიცავს მას საზღარი ავტორიტარული ხელისუფლებისგან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით რადიკალურად და პრინციპულად განსხვავებული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან. გან, იმიტომ რომ იქ ეგვიპტეში და სხვაგან ადგილობრივ საზოგადოებას მართლაც ჰქონდა იმის საფუძველი, რეალური საფუძველი ეფიქრა, რომ ამერიკას რაღაც რეალპოლიტიკური მოსაზრებებით ერჩივნა ავტორიტარი მუბარაკი, ვიდრე დემოკრატია, რომელიც მოიყვანს მუსლიმ ფუნდამენტალისტებს ხელისუფლებაში, რაც როგორც ჩანს მოხდება კიდეც რეალურად. როცა შეერთებული შტატების ელჩმა გასულ წელს 26 მაისის წინა პერიოდში განცხადება გააკეთა, ეს ხელისუფლება მააფრიალა, როგორც სახელმძღვანელო და ოპოზიციას ეს არ მოეწონა. როცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონშეცვლებები შეიტანა პარლამენტმა და შეაფასა ეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ახლა ოპოზიცია მააფრიალა ეს სახელმძღვანელოდ და პარლამენტში თქვეს, რომ ვინ კითხავს ელჩს და უფრო მკაცრი განცხადებების გაკეთების შემდგომ. ეს ასეთი დამოკიდებულება ასე მგრძნობიარად რატო უყურებს და უშუალოდ გნებავთ საზოგადოება, გნებავთ პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებიც დიპლომატის განცხადებებს და რატო ვერ ხედავენ და უშუალოდ მართლა თანამიმდევრულ, როგორც ბატონი გიაბრძანებს, მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ. თუ თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ ამერიკის ინტერესი არის საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების განვითარება? ვერთა დაიფაროს, რა თქმა უნდა მიმაჩნია, რომ ამერიკის უპირველესი ინტერესი არის საქართველოში დემოკრატიის განვითარება, იმიტომ რომ ამერიკელებსაც, ისევე როგორც ძალიან ბევრ ქართველ ინტელექტუალს დაგვიწყოს, კარგად ესმის, რომ დემოკრატიის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება რაღაც რესურსს მოაჯდეს და იარსებოს ამ რესურსის წყალობით. საქართველოს თავი რესურსი არის მისი პოტენციური დემოკრატიულობა. უბრალოდ სავალალოა ისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მიზეზის გამო ეს პროცესი ვერ წავიდა სწორი მიმართულებით და ეხლა საერთმედის არავინ არ იცის, მაგალითად, შემთხვევით ძალიან ისეთი სავალალო სურათი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამერიკა იმუშავებს ყოველთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ნორმალურ დემოკრატიად. მე ვერ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს უფრო აინტერესებს ამერიკა, ვიდრე ამერიკას საქართველო, მაგრამ ამერიკისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, მით უმეტეს ამ რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე და ის ყოველთვის იმუშავებს ამ მიმართულებით და ელჩის განცხადებები ყოველთვის იმუშავებს იმისათვის, რომ იყოს საქართველოს დემოკრატიული და ქართული საზოგადოება ამას მიიღებს, უბრალოდ გაიაზრებს. თუ დაინახეს, რომ რეალურ დემოკრატიზაციაზეა მუშაობა და რეალურ დემოკრატიზაციაზე მიდის ეს ყველაფერი, ამას დაინახავს და მიიღებს ძალიან კარგად. მაგრამ თუ მნიშვნელობა იყო, თუ დაინახავს, ეს ცოტა ის არის. ანუ დემოკრატია ხო არ არის რაღაც მარტივი და ერთგანზომილებიანი რაღაც. უდაოდ არ არის. ანუ გასაგებია ჩვენთან მაგალითად უნდა ჩატარდეს ისე, რომ მოსახლეობა დაინახოს, რომ მართლა ისი. ხო, მაგრამ მოსახლეობაც და ისევე როგორც მოსახლეობა არ არის ერთგვაროვანი და შედგება სხვადასხვა ჯგუფებისგან. ანუ ვიღაცა საქართველოში დემოკრატიის მომავალს უკავშირებს ამ ხელისუფლებას, ვიღაცა უკავშირებს ოპოზიციას და იმ ოპოზიციაში შეიძლება რაღაც ერთ ჯგუფს ან მეორე ჯგუფს. ასე რომ ის რაც თქვენ თქვით, რომ ელჩის ერთი განცხადება ერთ ნაწილს მოსწონს და მეორე განცხადება მეორე ნაწილს მოსწონს, ეს არის ბუნებრივი რაღაც de facto გამოვიდა, რომ არა მარტო ამერიკის, არამედ ევროკავშირის და რაღაც ელჩები იქცნენ რაღაც, არბიტრებად, რომ ისინი რაღაც განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ცალსახად ყოველ შემთხვევაში უჭირს თუ არ ყოფა პოლიტიკოსებს და ჩვეულებრივ ევროპის და ან ევროკავშირის, ან ევროსაბჭოს, ან ამერიკის ელჩის განცხადებებზე ხელისუფლებაც, ცდილობიან პასუხს იძლევა, რომ შეიძლება არ ვეთანხმებით, მაგრამ შევისწავლით. ხანდახან უხეშთაც.
ну ხეშად ვერ ვიტყვი, მაგრამ ახლა ვიღაცა შეიძლება რომ აკაკი ბობოხიძემ თუ რამე თქვა, არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლება რასაც ქვია, ესე იგი ცოტა ხეშად მოვიდა თავარ ხელისუფალს, თუ გახსოვს საერთაშორისთან დაკავშირებით. ну არ შეიძლება ეს იყო, მაგრამ ზოგადად ტენდენციის სახით ვამბობ, რომ ну როგორც წესი, ამიტომ ვამბობ სიტყვას, როგორც წესი, ძალიან ისე თქოს დილობიან და გაწონასწორებულ პასუხს აძლევს, მაშინაც როცა ეს ხელს არ აძლევს. მაგრამ ნუ ბუნებრივია პოლიტიკა ეს არის, რაც ხელს გაძლევს და რაც მომგებიანია შენთვის იმ განცხადებას ტაშს უკრავ და აფრიალებ, რაც არ მოგწონს იმაზე აზდილობიანად, ან ნაკლებად ძლობიანად ამბობ, რომ ამას არ ვეთანხმები. ხო, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, ანუ გასაგებია და ჩვენ შეფასების თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ხელისუფლება არ იქცევა, რა თქმა უნდა, იდეალურად დემოკრატიულად, მაგრამ არც ოპოზიცია არ შედგება უნაკლო დემოკრატებისგან. ხო, ასე რომ პრინციპში თქვა დემოკრატიის თვალსაზრისით შენიშვნას ერთის იმსახურებს და მეორეს და როცა ერთს აძლევენ შენიშვნას იმას არ მოსწონს, როცა მეორეს აძლევენ შენიშვნას მეორეს არ მოსწონს. ეს ბუნებრივია. ოპოზიცია ჯერ ახლა რაღაც ახალი ფორმით ჩამოყალიბების სტადიაშია და ну ის სულ ეს დავინახავ. ეს ყოველთვის ასეა. დემოკრატია სულ ყალიბდება ახლა. დემოკრატიაც ხნადი პროცესია ყოველთვის მუდმივი. დღევანდელი ხელისუფლებაც ჩამოყალიბდა როგორც ოპოზიცია რაღაც ფორმით. ასე რომ ეს პროცესი მისასალმებელია. ну არ ვიცი ოპოზიცია დღევანდელ ოპოზიციაში უფრო მეტი დემოკრატია ჩანს. მე რა მინდა ვთქვა რომ ანტიამერიკული განწყობილებების ასე ვთქვათ რეალობად მიმღებთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა რომ ამის ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა რომ ჩვენთან საერთაშორისო აღიარებული ორგანიზაციების შეფასებით დემოკრატიული საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა, დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და ჩვენ გვაქვს რეალურად ჰიბრიდული დემოკრატია და ყველა რეჟიმი დემოკრატია არსებობს. მით უმეტეს ხო, ცოტა დემოკრატია, ცოტა ავტორიტარიზმი, მაგრამ ჰიბრიდული სისტემა, მოგეთ რო ვთქვათ, თუ დემოკრატიას უარყოფთ მოცემულ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, ესეც არის ქართული საზოგადოება თავისი არსით, ჯერ კიდევ აი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ეტაპიდან მომდინარე არის თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების შექმნის მოსურნე, მაგრამ მან ამ მიზანს ვერაფრით ვერ მიაღწია. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის აქტიური მხარდამჭერი იყო და არის შეერთებული შტატები. სხვათა შორის, რომელიც ამავე დროს არის ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ლამის ერთადერთი გარანტი. მისი გარეშე ეს სუვერენიტეტი იმ ფორმითაც კი შეკვეცილი ტერიტორიები და ჰიბრიდული სახელმწიფო სისტემა რაღაცნაირი ავტორიტარიზმის და დემოკრატიის ელემენტების არ გვექნებოდა. ამიტომ ასეთი დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ არის სრულიად ბუნებრივი და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რის გამოც ამერიკელების მიმართ გარკვეული სკეპსისი უდაოდ არის ჩვენ საზოგადოებაში. ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის ხასიათი. ჩვენ 3 მილიარდი დოლარი მივიღეთ მთელი პერიოდის განმავლობაში შეერთებული შტატებისაგან დახმარების სახით და მათ შორის 1 მილიარდი რუსეთ საქართველოს ომის მერე, რომელიც ინფრასტრუქტურის ადგენაზე და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე ეწავიდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლებების უნიათობის და მე ვიტყოდი გარკვეული კორუფციული საქმიანობის შედეგად აი ეს ფული არ იქნა გამოყენებული ეფექტიანად. აქედან გამომდინარე, რაზეც თვითონ ამერიკელები დაფიქრდნენ ამ ბოლო დროს ახალი ელჩის დამტკიცების პროცედურას თუ დაუკვირდით მაშინ კონგრესში, მაგაზე იყო ლაპარაკი ზუსტად. ბატონო ზურაბ, ასე არის. ეხლა მივხვდოთ კიდევ სხვა რამეს. შორია ამერიკამდე მართალია, მაგრამ გარკვეული ურთიერთობები ეკონომიკური ამ ორ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. არადა 6.6% არის ჩვენი ექსპორტის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილ პროდუქციაზე და 3.5% არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტი ჩვენს ქვეყანაში. ახლა რაც შეეხება ბრუნვის მოცულობას, აქ შეერთებული შტატები არის მე-7 ადგილზე და მას ისეთი ქვეყნებიც კი უსწრებს, როგორც არის უკრაინა, ბულგარეთი და სხვა. ეს თავისთავად რაც შეეხება კერძო ინვესტიციებს, ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო დამაფიქრებლად და ცუდად გვაქვს საქმე. და თუ
შეერთებული თქვენ რასაც ახალს საუბრობთ, საქართველოს მაინც რისკის მატარებელია, მაინც უფრო ფრთხილი ამერიკის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობაში? რატომღაც გაუგებარი მიზეზების გამო გადაწყდა ასე, რომ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ზედამხედველობს და აწესრიგებს. ხოლო ეკონომიკა გარკვეული თვალსაზრისით მომგებიანად ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი მოქმედი ფრთის აზრით გადაეცათ რუსებს და რუსული კაპიტალი არის შემოსული სერიოზულად ქართულ სინამდვილეში. გამომდინარე ჰიბრიდული ესეც დარული ჰიბრიდია. სხვათა შორის კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში საკმაოდ იშვიათი და საკმაოდ საინტერესო. ჩვენ ბევრი ჰიბრიდი გვაქვს, მაგრამ ევროპისკენ სვლა და სინგაპურისკენ ერთდროულად. ესეც ძალიან საინტერესო ჰიბრიდული მომენტი არის, გეთახმებით აბსოლუტურად სწორი შენიშვნა. აი ამის გათვალისწინებით მე ვფიქრობ, რომ ის ახალი სიო, რაც გამოჩნდა ელჩ ნოლანდის განცხადებებში, რომელმაც უნდა შეცვალოს ბატონი ბასი, მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული, რადგან ჩვენი მეგობრები შეერთებულ შტატებში როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციების წახალისება მათ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში არაფრით მომტანია და ჩვენ რაღაც მოდიფიკაციით გვექნება პაკისტანი საქართველოში. როდესაც იქ იყო მუშარაფი არჩეულებრივად მართავდა ფლობდა სიტუაციას რამდენი ხნის განმავლობაში იქ ფხუტოების ოჯახი განადგურებული ეგვიპტეც გავიხსენოთ ხო მაგრამ თუ იტყვის უარს დაუშვათ შეერთებული შტატები რომ გააგრძელოს აი იმ ტიპის თანამშრომლობა საქართველოს მმართველობასთან რაც აქამდე ქონდა როდესაც ერთი მხრივ აღიარებდა რომ არის ავტორიტარული ნიშნები ხელისუფლებაში, მეორე მხრივ დემოკრატიული ინსტიტუტების რაღაც ჩანასახებსაც ხედავდა. ახლა თუ იქნება პოზიცია რომ ჩვენ ამასთან აღარ ვიმუშავებთ ისე როგორც აქამდე ვიმუშაობდით. რა ხიფათები შეიძლება გაჩნდეს საქართველოში? თავად საქართველოში. მე ამას არანაირად არ ველი, როცა ტევსტი და ბასი, მაშინ იყო ასეთივე მოლოდინები, რომ აი ტევსტი მეგობარი იყო ხელისუფლების და აი ბასი სხვანაირი იქნება. ჩემი აზრით არავით არის განსხვავება არსებითი ნორლანდსა და ბასს არ იქნება, შორის არ იქნება იმ შემთხვევაში თუ დარჩება ობამა, იმიტომ რომ ელჩი ასრულებს პრეზიდენტის დავალებებს და არანაირ ცვლილებას მე არ ველი ამ თვალსაზრისით იმის გამო რომ ელჩი შეიცვლება. მაგრამ რა თქმა უნდა თუ და შესაბამისად ჯერჯერობით არ ველი იმასაც რომ რაღაც ხარდაჭერა შემცირდება და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმის აქვია დახმარების, ეკონომიკური ურთიერთობა ერთია და დახმარება რა თქმა უნდა პრინციპულად სხვა რამეა. რა თქმა უნდა, რაც შეეხება დახმარების ასე ვთქვათ, გამოყენების ეფექტიანობას, დახმარებაზე გამოყოფილი ფულის ეფექტიანობა, ეს არის სოფლიო პრობლემა ეს. არასაკმარისი ეფექტიანობა, მე პროფესიულადაც ასე ვთქვათ, მიმუშავია გარკვეულად ამაზე და საქართველოს ითვლება სხვებთან შედარებით success story-ით, ასე ვთქვათ, პოზიტიურ ნიშნად იმას, რომ აქ შედარებით იმავე პაკისტანთან და ეგვიპტესთან სადაც იყრებოდა ფული სადღაც შავ ხრელში და მე ვერავინ ვერ პოულობდა, შედარებით უფრო ეფექტიანად იყენებს ამ დახმარებას, ასე რომ მოლოდინის თვალსაზრისით მე არ ველი რომ რაღაც გადაფასება იქნება ის რომ საქართველოში არის ავტორიტარული ტენდენციები ეს განსაკუთრებით ელჩი ბაასის დროს ეს ასე ვთქვათ ამის გაგებაზე დამყარებული გამონათქვამები და ნაბიჯები საკმაოდ აშკარაა ეს არ შეიძლება მაგრამ ამავე დროს ისიც აშკარაა რომ საქართველოს ამ რეგიონში მაინც არის შუქურა რომ არ გავიმეოროთ სიტყვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და ამითაც არის გაპირობებული ამერიკის განსაკუთრებული დისპროპორციულად დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ახლა ობიექტურად ისე დიდი ქვეყანა ჩვენ არა ვართ, და შორსა ვართ ამერიკისგან და ამის გათვალისწინებით თუნდაც დახმარების დონე რო ავიღოთ ინდიკატორად ჩვენ და საელჩო სიდიდე და ასე შემდეგ ჩვენ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ალბათ ეს შენარჩუნდება მაგრამ რო დაუბრუნდეთ თქვენს ბოლო შეკითხვას თუ რადიკალურად მართლა შემცირდა საქართველოს მხარდაჭერა ის იქნება ძალიან ცუდი რა თქმა უნდა ცალსახად ცუდი იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და ცუდი იქნება დემოკრატიზაციის პერსპექტივების თვალსაზრისით. და მესმინდა ამ საკითხთან დაკავშირებით მე ხედავ იცით რას მე ხედავ გარკვეულ კორექტივებს რომელსაც ალბათ
ამერიკა შეიტანს აი ამ დახმარების თვალსაზრისით, მთელ ამ პოლიტიკაში, საქართველოს დახმარების თვალსაზრისით, უფრო ნაკლებად იქნება ეს ორიენტირებული უკვე რაღაც მართლ ჯგუფზე, მართლ ელიტაზე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე, განსაკუთრებით ეს უკვე შეიცვალა რამდენიმე წლის წინ, რა თქმა უნდა, და ალბათ ეს ყველაზე პოზიტიური იქნება, თუ კი მოხდება უფრო მეტი ფოკუსირება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გაძლიერების ხელშეწყობაზე. იმიტომ დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოება ფაქტიურად დამბლადაცემულია, იგი ფაქტიურად ვერ ახერხებს ამოდგომას. ამერიკული საზოგადოება ორგანიზაცია პრესის ქვეშ ცალკეული ყველაზე ძლიერი. ამ ორგანიზაციებისგან შედგება. არა, მარტო მაგას არ გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოება. ამერიკა დააფინანსებს ამერიკული მარტო დაფინანსება ეს არსებობს უამრავი სისტემა სამაგისტრო. იმიტომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ 20 წელია უკვე ჩამოყალიბებული ჩანასახმოვან მდგომარეობაშია, დღეს განსაკუთრებით გამოკვეთილად ორმხრივი პრესის ქვეშ იმყოფება. ერთი მხრივ ეს არის რელიგიური ნაციონალიზმი, მეორე მხრივ კიდე აი ეს ეგრეთ წოდებული მოდერნიზატორი ხელისუფლება, რომელიც ფაქტიურად არ ქმნის იმ სივრცეს, იმ გარემოს, სადაც ეს საზოგადოება ეს ორი ძალა ხომ არ არის, სწორედ რომელიც პრაგმატული პოლიტიკის პრიორიტეტს სთავაზობს დაუშვათ იგივე ჩვენს პარტნიორ ამერიკას. თუ ეს არის ალტერნატივა დღეს მოდერნისტული, მაგრამ ნაკლებად დემოკრატიული, უფრო მეტად ავტორიტარული ხელისუფლების მხარდასაჭერად, თუ ამერიკამ ასეთი პოზიცია დაიჭირა, რომ ხალი დაუჭირა რეალპოლიტიკურ, პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისით, მართალი ავტორიტარულ, მაგრამ ეგრეთ წოდებულ მოდერნიზატორ ხელისუფლებას საქართველოს კაი ბედი არ უწერია. ფაქტია. და მე რატომაც გონია, რომ ამერიკამ გადააფასა რაღაცეები, ეს ობამას პოლიტიკით დაიწყო, საერთოდ როცა ობამამ აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, ჰილარი კლინტონის უამრავი განცხადება მოგვისვენია ამასთან დაკავშირებით ჩვენ. მე რატომაც გონია, რომ ის დახმარება, რომელიც აქამდე ამერიკიდან მოდიოდა, უფრო სწორ და მკვეთ ფოკუსს მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის თვალსაზრისით. და ეს იქნება ყველაზე კარგი და ყველაზე მომგებიანი საქართველოს. ეთანხმები ზურას იმ დროის განსხვავებით ეს მოხდება კი არა, ეს მოხდა ბოლო 3 წლის მანძილზე უკვე და უფრო მეტად, ამაზე მეტად არ ამგონია მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ მითი გაცილებით რეალური არის მატერიალური თვალსაზრისითაც, ვიდრე ეს ბატონ გიას წარმოუდგენია, მან რამდენიმე მითის თაობაზე მიგვანიშნა, რომ ეს არარეალურია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მითიც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დახმარების ეფექტიანად გამოყენების შესახებ ბატონ გიას გაგებით თუ მიხელმძღვანელი საერთაშორისო ექსპერტების გააჩნია რა მიმართულების ექსპერტები მსჯელობენ ამის შესახებ. მოგახსენებთ, რომ დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, სხვა არის დახმარება, რა თქმა უნდა, სხვა არის ეკონომიკა. ორივე თვალსაზრისით არის საკმაოდ სავალალო მდგომარეობა. ანტიამერიკანიზმის საფუძვლების ძიების კუთხით მოგახსენებთ ამის თაობაზე. როდესაც ჩვენ ვიყავით ფაქტობრივად დიდი ხნის განმავლობაში მესამე რეციპიენტი ამერიკული დახმარების ისრაელისა და ეგვიპტის შემდეგ. და ეს დახმარება სად წავიდა, რას მოხმარდა, რა შედეგი მივიღეთ, ყველა თვალნათელი ხედავთ, გარდა თქვათ შეღებილი ფასადებისა და რამდენიმე მაგისტრალისა, ჩვენ გვაქვს სავალალო მდგომარეობა და ეს კიდევ სხვა საუბრის თემაა და ამაზე თქვენ ხშირად საუბრობთ, ბატონო ზვიად, თქვენს გადაცემებში და ჩვენც ვისაუბრებთ იმედია მომავალში. მაგრამ ის რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი მე მოვიხსენია როგორც ამერიკული ორგანიზაცია, ამ დახმარებას არაეფექტურად მართავენ და წარმართავენ და ამის შესახებაც სხვათა შორის ამერიკის საგარეო საქმეთა კომიტეტში იყო პირდაპირ ნათქვამი არა მარტო ნოლანდის მომავალი ელჩის ჩვენი მიერ, არამედ სენატორების მიერაც საფუძვლიანად არის შესასწავლი, იმიტომ რომ ის დახმარება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელების ფულია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი საერთო სიმდიდრე ხდება და ეს ფული ისე იფანტება, რომ შედეგი ჩვენ ნაკლები გვაქვს. თუმცა არის სექტორში
ჯგუფი არა სამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც აი შეიძლება ითქვას ხშირად შეშველი ხელებით იბრძვიან დემოკრატიისა და უკეთესი ასე ვთქვათ მომავლისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ ეს დახმარებაც და ვთქვათ კრედიტები, რომელთაც ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ვიღებდით ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და ასე შემდეგ, გამოგვეყენებინა ეფექტიანად ჩვენთან ნასახი არ იქნებოდა ანტიამერიკული განწყობილებების, არათუ საუბარი არ იქნებოდა ამგვარ განწყობილებებზე და სიტუაციაც გაცილებით უფრო საიმედო იქნებოდა სამომავლოდ. ეთახმებით არა რატო არა ახლა ეს იმიტომ რომ ამაში არ არის საქმე ხო ეს სად ნუ ესე იგი ეფექტიანობის გაზომვა ეს აქ ამ გადაცემაში შეუძლებელია მე ცხოვრება ზომავს ამ ეფექტიანობას ბადმგია ცხოვრება ვერც ვერ ზომავს ზომავენ ყოველს ადამიანები და მე პირადად არა ვარ ამის გამზომავი მაგრამ ზოგადი განწყობა ასე ვთქვათ დონორ ორგანიზაციებში არის ის რომ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით არის უფრო ეფექტიანი გამოყენებელი საერთო დახმარების ბოლო წლებში, თუმცა მე პირადად საერთოდ ვთვლი, რომ საერთაშორისო დახმარება ზოგადად სოფლიოში არაეფექტიანად იხარჯება, დიდი ნაწილი მისი მიდის ჩვეულებრივ თვითონ იმავე ამერიკელი და ევროპელი კონსულტანტების მომსახურებაზე, რომელზეც მე შემდეგი ანეკდოტები იქნება ისევ იმ დონორ ორგანიზაციების შიგნით და ასე შემდეგ, ანუ საერთაშორისო დახმარებით აშენებული ქვეყანა ღმერთმა დაგვიფაროს რომ არ არსებობს ასეთი ქვეყანა, მაგრამ ნუ აქ ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ ამ დონორ საზოგადოებაში ვიმეორებ არის ეს განწყობა, რომ შედარებით უფრო ეფექტიანად იყენებს საქართველოს ხელისუფლება ამას და ეს ხადია მათ შორის ცხოვრებას აჩვენებს, მაგრამ შეიძლება ეს მითია. არა, მითი, ნუ ყველაფერი შეიძლება დავარქვათ მითი, მაგრამ ასეთი განწყობა კარგად წარმოებული პიარია დაუშვათ იგივე CNN. არა, CNN-ი არ არის ჩემთვის ინფორმაციის წყარო. მაგრამ ნუ ასეთი სამწუხაროდ ასეთი რაციონალური შეხედულებით თუ ამერიკა გვაძლევს ფულს და ჩვენი მთავრობა ცუდად ხარჯავს, აქედან ლოგიკურად ყოველ შემთხვევაში ანტიამერიკული განწყობილებები არის. ამაზე არ არის ლაპარაკი. ამაზე თქვა კარგად თუ დაიხარჯებოდა ეგ ფული, ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა იქნებოდა. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემიდან არასოდეს არსად ამერიკანიზმი არ წარმოდგება. ყველაზე დიდი ამერიკანიზმი, ანტიამერიკანიზმი არის საფრანგეთში, გერმანიაში და ასეთ ქვეყნებში გაცილებით მეტი ვიდრე ჩვენთან. არა, სხვა ტიპის არის თუ ამ ტიპის არის. სადაც ისტორიულად ჩამოყალიბებული რაღაც გასაგებია, მაგრამ ფაქტი არის სახეზე, ასე ვთქვათ, კორელაცია, მაღალი, კარგად ცხოვრობს ხალხი და არის ძლიერი ანტიამერიკანიზმი. ანუ სოციალურ სხვა ტიპის არის შეიძლება, მაგრამ არის, ასე რომ არანაირი კორელაცია არანაირი სოფლიო გამოცდილება არ გვიჩვენებს, რომ სადაც ხალხი ცუდად ცხოვრობს, იქ ამერიკა ეჯავრება და სადაც კარგად ცხოვრობს, ამერიკა არ ეჯავრება. ამასთან კავშირი პრაქტიკულად არ არსებობს. ცოტა კავშირი არის, მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობას შორის, თქვათ, ნავთობმოყვარეობები. არა, მაგალითად, ნუ ისეთ ქვეყნებში, სადაც ამერიკელები მაინც და მაინც გულზე არ ეხატებათ და თქვათ, დასავლეთ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის გერმანია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ სტატისტიკურად შეიძლება დაასაბუთოთ, რომ ღარიბ ქვეყნებს უფრო ეჯავრებათ ამერიკა. არა, ეხლა მე არ ამას დასაბუთებას არ ვაპირებ. არა, ამას ამბობთ. თუ არ ვამბობ ამას, თქვენ ცოტა კავშირს ხედავთ. არა, ცოტა კავშირი ნიშნავს იმას, რომ რაღაც კორელაცია არსებობს და ღარიბ ქვეყნებს უფრო ეჯავრებათ ვიდრე იმდენად ახალი რამაა ანტიამერიკანიზმი საქართველოსთვის, ვიმეორებ, რომელიც ყოველთვის იყო ძალიან პროამერიკული ქვეყანა, დაწყებული 50-იანი წლებიდან. საბჭოთა კავშირის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირობებში, ჯერ კიდევ ამერიკული კულტურიდან, ხელოვნებიდან გამომდინარე, მისი პოპულარობიდან გამომდინარე, მეტიც, ესე იგი, მიმბაძველობაც კი იყო, ხო, უკვე ამერიკული ცხოვრების წესიც ინდივიდუალურ დონეზე. იმდენად ახალია ეს ყველაფერი, რომ აშკარად იკვეთება, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან, რომელიც კიდევ 50-იან წლებში რატო არ იყო ასეთი? არ იყო, იმიტომ პერსპექტივის მოლოდინი იყო მაშინ. რაღაცა მოლოდინი იყო, რაღაც ხო და ამაშია საქმე. ჩემი პროგნოზი, რომელიც საერთოდ გადაიკეტა. შევამოწმოთ, რა ვიცი, 20 წლის შემდეგ არის ის, რომ რაც უფრო კარგად ვიცხოვრებთ სოციალურ-ეკონომიკურად, მით მეტი იქნება ანტიამერიკანიზმი საქართველოში. კატეგორიულად იქნება მემარცხენე ინტელექტუალების მხრიდან მეტი არაფერი ფაქტია. მემარცხენე ინტელექტუალებს ექნება არის პატარა Facebook-ში აქტივისტები. რაც რომელთაც ექნებათ გაცილებით მეტი გავლენაში. დიდი მადლობა
თავიდანვე რა თქმა უნდა ცოტა შეშით ვეპყრობოდით ამ თემას, რომელზეც გვინდოდა გვესაუბრა თქვენთან, იმიტომ რომ არ არის თემა იმდენად კი საზოგადოებრივ წრეებში ბევრგან მოგვისმენია ანტიამერიკული განწყობები, მაგრამ ესეთი ჩამოყალიბებული, სტრუქტურირებული თემა ეს არ არის, რომ ამაზე დღეს მეცნიერულად გვექვია, ამიტომ ჩვენი დისკუსია მაინც იყო აქცენტების დასმა და თუ ეს გამოიწვევს რაღაც გარკვეულ საზოგადოებრივ დისკუსიას, შეიძლება ეს ძალიან სასარგებლოც იყოს. დიდი მადლობა ვაჟაბერიძეს, გიანოდიას და ზურაბ ქარუმიძეს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დღეს სტუდიაში დისკუსიაში. ჩვენ საუბრობდით, და არის თუ არა ანტიამერიკული განწყობები საქართველოში და რას ეფუძნება იგი თუ კი არის. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ნახოთ ჩვენსავე ვებგვერდზე www.studio.org და იქვე გამოთქვა თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით და კითხვები, რომელსაც ჩვენ გავაცნობთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მონაწილეებს. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.